ხებს აჩენ. ბოლო პერიოდის ყველაზე საყვარელი პოსტი არის ჩემი Facebook-ზე. კალას პოსტი არის, რაღაცას აშეარებს და მიკროფონით ხელში დგას შეჩემო. დამასკის ბარსელონა ვაწერია და ანუ როგორ გადავსულიყავი და ეხლა რატო დაასკდეს ანუ რა შუაჟვავშა ამ გაახსენა არც თამაში იყო იმ დღეს არც ელ კლასიკო არაფერი. მღეროდი sex bombs. და sex bombs ღერის შეშვით. ვაფშე ვერ დავაკავშირა დამასკის ბარსელონა რა შუაში იყო და ტიპი დგას და sex bombs ღერის რაღაც სერი მაშინ რა ქვია შარვალში რეალის თამაშებზე ქონდა ტრადიცია ბიჭებს ვიკრიბებოდით ხოლმე და უყურებდით ერთად, იმიტომ რომ ჩვენ სასტავში რეალს ბალიშობთ ყველა. ვინ თქვენ სასტავში? ყველა ნახართ, ეს კობახა აგერ არის კიდე ასევე. ვულკა გამოძრეალს ბალეში, გობში, აღარ გესაუბრე. შეიძლება პრობლემები. ჯაფარა ის იყო რა, ანუ ჯაფარას ვერ გაიგებდი მაგას, მაგრამ უფრო რეალისკენ იყო რაღაც პერიოდი. ყველთან ერთად ვიყავი რეალისტი დასაჩენი. ჯიგარი ხარ, ჯაფარსა. ნუ მოკლედ, ზეითად ანდრია კიდე გველესიანი. გუნდიშაც მაგორი მაშინ 80% რეალს ბალეში იყო, 20% საკამპანიო ბარსელონა არ გვიყვარდა არავის. ხო, რაღაცას ხსნიდი რომ ლაპარაკობ. და შენ წარმოიდგინე ხა ამათთან რო უყურებდი მე ბარსელონას 4-0 რომ ამოწყდეს იქ ბერნაბეუზე და აი ეს როზე იმოდი გოლები. ამათ ერთად უყარი გარშემო მეჯდნენ. მესამე 4 გოლზე კინაღა ამოწყანის რატო? მეოთხე გოლზე უკვე იმასხეს. აი ეხა თავზე ნუ გაიჯვით ხო? მეოთხე გოლს დატოვხდა და ეხა გეყოფათ ხო? ერთ მოხდა თქვენ არის თავებზე დავუშვი. არა, 4 გოლი მოუგო ის იყო ბოლო პერიოდი იყო. ანუ არა იყო კომენტატორები. აი ეხა ინიესტამ რო გაიტანა არა აი კიდე იყო პავლე მაგისპერე სამწუხაროდ. ხო და მეხუთე რომ შეაგდო ლევანდოვსკიმ იმას აუდიო შეჭმო რეალები ვერ გაიტანა თქო და ეს გამოიღეს და რაღაცები დაიწყო. დიდი გული ქონია თან. ხო და ბიჭო რაღაც ხსნიდი, რაღაც ლაპარაკობდი, რაღაც თეორიას ვავითარებდი რა და ამ თეორიის განვითარებისთვის გავჭედე რაღაცა და რეფერ რომ მოვიფიქრე, კარგი დამახტეს ბარსელონა, ანუ დამასკდეს. დამახტეს თქვენ მათ. კარგი დამახტეს ბარსელონა მეთქი და ამაზე ატყდა სიცილი რომ აუ აი რაღაც არაფერ შუაში არ იყო ეგ ფრაზა რა. და მე ყობახამ 19 წლის რო გავხდი მასოს რომ ჭიქა მაჩუკა ეხაც მაგ სადაც ჩემი ის არის რა ქვია დინამოს ფორმაციო და ჩემი ის და დამახტეს ბარსელონას და ჭიქას. და თან მე რეგისი დააწერა კომენტატორობა მქონდა ახალი დაწყებული და ვინ ჭიქას აწერა მე ვარ ნომერ პირველი კომენტატორი საქართველოში. მაგავე ჭიქას აწერა. ხო და ეგ საჩქარი ჰა? ბოზარი. ჩემი სადღა კომენტატორი მაგიტოა ტრაგედია რომ მაინც პირველ შეხა გამოგდებული იმიდან პირველი არხიდან პირველი შენ გამოგაგდეს და პირველი არხიდან მე გამოვაჭმე იმის. პირველი არხიდან კომენტატორი გამოვიდოთ სანდრო ვიცი ერთი და მესამე შენ. სუ 4 კაცი ვიცი გაჟმენებული კომენტატორი ვაფშე. ან საქართველოში. მეოთხეს არ დაასახელებ. მე უფრო მეტი ვიცი. ყველაფერს თუ ეს სამი ჩამოთვალეთ, თუ იმას რამე აინტერესებს. ხო და შოკოლადების ფული. ეგ ის არა ქვია. ეგ მან რომ ხედა რომ გაჭედილი მქონდა და კაროჩე მეთქი იქაც რომ ოზისთან იყო ბარში და ამიშვით მეთქი ყალედენთი და მიგრევა მეთქი და რატომაც რო ვაშიარებდა მაგას მეთქი აი ვაფშე მეთქი არაფერ შუაში არ იყო მანდ და მართლა ვაფშე ვერ მივხვდი რატო ეცემა. დამახტეს ბარსელონა, დაუგულე თუ დაუხაყავე მაინც, იმიტომ რომ მივხვდი რომ ნასვამი იყო და ეგ გამიხარდა შეჭი. რომ კალა იყო ნასვამი. რაც არ უნდა დაეწერა დამახტეს პავლიკაო რომ ეწერებოდა ის დაულაიქებდეს. დაუგულევდი.